ეგ საგანშო შევაით თორკილები თქვენ ხوار მოხსენით. არა. ჩვენ არ მოგვიხსნია ბორკილები. აი, ვინმე გამიკვიეთ თორკილები ვინ მოხსნა. რაციაში დაუკავშირეთ ეს ბატონი, ვინც ამოიყვანა ზემოთ რა ბორკილები ვინ მოხსნა, მითხარით ეხლავე დეპარტამენტიდან ამოშვებს. გადავცემ. ორი წამი ბორკილები სად მოხსნეს? აქ მოხსნეს ბორკილები თუ ხავარაუდოთ აქ მოხსნეს კი. არ აქ ჩვენ პირადად არ მოგვიხსნია, იმიტომ შინ აგენტო G. დიახ. ჩვენი აგენტები იქნებოდნენ დიდი ალბათობით. ბატონი ვინ ამოიყვანა მეოთხე სართულზე გამიკვიეთ და ბორკილები ვინ მოხსნა გამიკვიეთ სასწრაფოდან. აუცილებლად. ბატონო აგენტო, ხეთ რო ის თქვენი აგენტმა მოიყვანა ის თანამშრომელი და ეს უბრალოდ მოქალაქე და შეიყვანა შინ ჩვენი თანამშრომლები არ იყვნენ შინ. აქედან გამომდინარე ვერ მოხსნდნენ ფიზიკურად. სამუტებით გასამაგრებთ ხოლმე თუ საიდუმლო არ არის. რაღაცებს, რა ვიცი, ხან ჩიპს ყიდულობ ხოლმე და რაღაცებს კეცავ ხოლმე. F9 შეგიძლია გააკეთეთ აგენტო G. ვაფშე ყველაფერი. გავჩვიგე, მაგრამ იქა ოთახია არევარ. მე ფედერალური ბიუროს აგენტი ვარ, მოგესალმებით. დასიამოვნოა. დაკითხავს აწარმოებს აგენტი G, მე დავესწრები. კი ბატონო. აი, შეტრიალდით ახლა ისო. და რა მაინტერესებს, იცით, ანუ ერთის დარის უფლება მქონდა და ტელეფონი არ მაქვს თან და ვთხოვე, რომ ტელეფონი მოეცათ, რომ დამერეკა. როდესაც დაკითხვა მორჩებას, დაგავით პროცედურაზე რო გადავალთ, დაგარეკინებთ უკვე საკნიდან. და დაკითხვა, ანუ ადვოკატის თანდასწრებით არ შეიძლება, თუ ვერ ხვდები. კი, ადვოკატი ყავთ. ანუ ჩაგდება სკრინი. შეიძლება ვერ ექნება, როგორც ისე და კანონი არ არის გამოცემული შეტრიალდით ახლა. ადვოკატები არ აქვს სამწუხაროდ. ნო, მადლობა, ლუკა, გამწერის. გაიქცათ? არა, რევაზ საკუთარ. შარვალი, რევაზა კი არა, მეორე დამშავე ის გაიქცა. პირიდან სიგარეტი გამოიღეთ. ან შევისაც მეყავი ეს გაიქცა. რამე ბრასლატი უკეთესი კონტენტი გაიჩნდა. მოიშორეთ. ბოტასები ცოდი გავიხადოთ და აგერ სკამზე ჩამოჯექოთ. აი მე თუ გაქვთ გენეტალიებზე საერთო ჩაჩიჩავა. ეგეც უნდა მოიხსნათ. კი ბატონო. გესმის შემე? მენე პოლიცმეისტერები. ოდი შეხდი? ის ვინა? ეს მია. დიახ. აგენტო G გესმის? ისენ. იო. ერთი ეს იყოს. რევაზი თქვენ ამოიყვანეთ ზემოთ? კი. ბორკილები თქვენ მოხსენით? დიახ. თავისი რატომ მოხსენით ბორკილები? უფლებების განხორციელება უნდა და არ განახორციელებინა LSS-ი. უკაცრავად როგორ? LSS-ი თავისი უფლებები ანუ არ მისცა რომ გამოიყენებინა არაფრის. ზემოთ სართულზე რო ამოიყვანეთ. პატიმარი თქვენ ხო ყავდათ? ხო თქვენ ამოიყვანეთ? მე არ მომიყვანე ჩემი ხელებით, მაგრამ საკანში გავათავს. ბორკილი ვინ მოხსნა? მე. რატომ მოხსნა ბორკილი? გამოდიდა არ გაგიფუჭონ საუბრით მომენტ. არა, განხორციელებული. ჩვენ ხორციელებული არ ჩვენ ისიშوار. არც ერთი არა. არაფერი არ ქონდა ვაფშე. აქ იმე სიჩუმეა. არა, პატრონებს. კაბელებს გაერთებთ და რო არ იმოძრაოთ დაკითხვის პროცედურის დროს, სანამ არ მოხსნით ამ კაბელებს. გასაგებია? კი ბატონო, გასაგებია. ორი წამი თუ შეიძლება მე დაგეთხოვოს. აგენტო G. დიახ. მაგ ბატონს უფლებები არ აქვს გაცნობილი და გააცანით ჯერ პირველ რიგში. უფლებები არ აქვს გაცნობილი? უკვე შემაერთეს. ეს პირველი დარღვევა ბატონო სასამართლოს მიერ აუცილებლად. მიემართეთ და შეიდანეთ უგიდან SSD-ზე. მოგეთ ბატონო რევაზ. დიახ. დაკითხვაზე იმყოფებით. დიახ. ბატონო თქვენ უფლებები არ ასევე სამ დაკითხვაზე და დაგავით პროცედურას გადავალთ. არ მესმის ბატონო რაღაც ხმაური შემოდის კანებიდან და. ასაც მე გაიძრე ბატონო. მომხსენით ბორკილიდან გავიძროთ. ის შემდეგ დაკავების პროცედურას რო გადავართ, თქვენ უფლებას გაგასვათ ბატონობას, თქვენ გაქვთ უმილის უფლება და რასაც თქვენ სასამართლოში შესაძლებელია და იქნება თქვენს წინამდე გამოყენებული, ასევე გაქვთ ადვოკატის საყვარლის უფლება. თუ ადვოკატის საყვარლის საშუალება გაქვთ, სახელმწიფო გამოყენებს სახაზინო ადვოკატს. ვორს იძახის ადვოკატზე? მაინც ვერ გამოგიყოფთ საქართველოს საზღვაო და რაღაც ადვოკატები, მაგრამ არა უშავს. ეს ეკაიფება. ბატონი სონი დაჩეს და აგენტია და აგენტზე არის იგავდა. რო გავზენდით თუ შეიძლება და LSS-ს წარმომადგენელი ინფორმაციას გადმოგცემ და შემდეგ ერთ-ერთად შემოვაწოდებ თუ შეიძლება. ბატონო რევაზ, თქვენ ხართ ახლა კაბელები გაქვთ შეერთებული პოლიგრაფის აპარატურის. პოლიგრაფი ამოწევს თქვენ პულს, თქვენი აგირებას პასუხის დროს და შესაძლებელია სიცრუე აღმოაჩინოთ, როდესაც მომატუებთ. დაკითხვა წავა შემდეგნაირად. 10 შეკითხვას დაგისვა, აქედან 5 იქნება არაოფიციალური, 5 ოფიციალური. შეიძლება 10 არ დაგისვა. როდესაც გეტყვი რომ ოფიციალურ შეკითხვას გისმევ, ასევე დავადასტურებ რომ ეს ვინ შემოვიდა?
გავაბრძანდით გარეთ. სანამ შეკითხვა ბატონმა სონიმ რო ისაუბროს თუ შეიძლება, იმიტომ რომ ხმასთან გაქვს პრობლემა მომენტებში, ანუ ვერ უგებულობ რაღაცეებს და ცოტა რო ჩაახველოთ ხოლმე. ჩავერთვებინით თუ რაღაც. არა, მე შერიფი ვარ, ნუბიტო მე ხეხე დემორგანი. ხო არ დავიგაკე. შექმნი და დაგიჭერენ რა ბაბიჩ, შე შექმნი. დაკითხო გააჩერე. სხვა ოთახში გადაიყვანიან, დაკითხვა გააჩერენ. გაიგავაჩი. ხეში და იქი დაკითხე, არ ვიცი. გააგზავნე. კარგი, ხო ის შემი გატოვეთ. კი. დაგისვე. ჩემი. დაგისვე შეკითხვებს. 5 იქნება ოფიციალური, 5 არაოფიციალური. შეიძლება 5-ვე არაოფიციალური არ დაგისვათ. სანამ შეკითხვას დაგისვებთ, დავაზუსტებ ოფიციალური არის შეკითხვა თუ არაოფიციალური. ოფიციალური შეკითხვა ყველა შემოძლება პოლიგრაფზე. გასაგებია ბატონორებას. დიახ. კი ბატონო. არაოფიციალურ შეკითხვას დაგისვებთ. დიახ. მაინტერესებს იარაღით გავხსნით ცეცხლი როგორც ვიცი LSS-ის თანამშრომლებს. უკაცრავად? იარაღით ცეცხლი გავხსნით LSS-ის თანამშრომლებს როგორც მითხრეს. არ ვიცოდი. ანუ გადმოუცია თქვა. LSS-ის თანამშრომლები რო იყვნენ, ცეცხლი გამიხსეს პირველი. იმათ გაგიხსეს ცეცხლი პირველი? და თქვენ თავი დაიცავით? დიახ. ლიცენზია გაგაჩნიათ იარაღის? კი. კანონის აწუხოთ არ არის ლიცენზია, ვერაფერს მოგვედავებით. კაი, იარაღი საიდან ქონდათ? შეძენილი ქონდათ იარაღი? კი, ოფიციალურად მაღაზიაში კი. რა სახის იარაღი იყო? PDV. დაშლის მდგომარეობაში მქონდა ავაწყე. უცებ აწყვეთ და გავხსენეთ ცეცხლის, ესე იგი საპირისპიროდ LSS-ს. Yes. ესტეროიდო კაცო ახალი ემოჯის ფოტოები დავასკრინშოტებ. ნახავ მე ნახავ. პირველ ოფიციალურ შეკითხვას დაგისვათ მაშინ. დიახ. ქართულმა რაიმე დაწყობის წევრი. არა. ის ჩრდილი ის ადვინი ეგრევე რომ მზად არის დემორგაში რო გავუშვი. კარგი, არმატული პოლიგრაფია აღმოშიცრუე. წარმატებულა. მეორე არაოფიციალურ შეკითხვაზე გადავალ. არაოფიციალური და ოფიციალური. არაოფიციალურზე გადავალ, ახლა მეორე შეკითხვაზე. მაინტერესებს რაიმე კრიმინალურ დაჯგუფებაზე ხო აქვს რაიმე ინფორმაცია? საშიში უბანში არის ხოლმე ეს რაღაც დაჯგუფებები, ვიცი, ანუ იქ ცხოვრობდი ადრე და ეს კონკრეტულად ინფორმაციები და ვინ არის რა, ანუ ბანდის მეთაურები და რაღაცები მართლა არ ვიცი. არა, მოდიცით რომ საშიშ რაიონში არიან კრიმინალურ დაჯგუფებები, ესე იგი. კი, ყველა მიცის, ანუ ეგ შტატში იციან რომ ეგეთი უბანიანი ზოგადად. კარგი. მოდი მაშინ ამ შეკითხვას ოფიციალურად დაგისვათ. ოფიციალური შევა. გააქვთ თუ არა ინფორმაცია რაიმე კრიმინალურ დაჯგუფებაზე? არა. ხელი ჩამყიდე. კარგია. ციცრუე. ასე იგი თანამშრომლობთ ბატონორებას. უკაცრავად? თანამშრომლობთ ესე იგი ბატონორებას. კი ბატონო. ძალიან კარგი. ორი წამი ათქვი? ევაზეც დღეში შეხედეთ. დაგისვავ მესამე ოფიციალურ შეკითხვას. ოფიციალური, დიახ. ოფიციალური. გაქვს თუ არა რაიმე სხვა გზა გარდა ლიცენზირებულად რომ შეიძინო იარაღი რომ იშოვო იარაღი. ნუ მოკლედ იარაღის შეძენის რაიმე სხვა გზა თუ გაქვს? არალეგალური. არალეგალური, დიახ. არა. კი ბატონო, კარგია. ხდება ზმოთ. არაოფიციალურ შეკითხვას დაგისვავთ. როდესაც ორფრივის ტიპი იღბლიანია ბიჭო, ყوار გადავა შე. აბა. რაიმე ვინმე თუ ხო არ ყავდათ მეგობარი, გახდათ მეგობარი თან? თან მაგ მომენტში არა. მაგ მომენტში კონკრეტულად არა. მაგ მომენტში არა ელოდებოდით ვინმეს? არა. რომ გახვიდეთ რომელი მაგეთი და LSD-ის რო გითხოთ რა ადგილას მოხდა ამ პიროვნების შეკავება? რა ადგილზე შეაგავთ ეს პიროვნება ბატონო? პალეტოში. პალეტოში? კი ბატონო. პალეტოში შეაგავთ ბატონო. არაოფიციალურ შეკითხვას გისვათ ბატონორებას. პალეტობეიში. მეოთხე. ბატონო გისმენთ? ბლეინის ოლქში პალეტობეიში კონკრეტულად რა საქმიანობდით, რა გინდოდათ მან? ჩემს სახლში საქმე შეკავი მოხდებოდა. ოპა. მან ცხოვრობთ ესე იგი. კი ბატონო. კი ბატონო. დაგისვავთ
მესამე ოფიციალურ შეკითხვას. გაქრა ზომა. ნემჭის ჩამეთვალებზე თუ აღარ დგას აქ. ყველა მეც ეგრე, მეც ეგრე. ოპა. ჩატს კამერით რომ არ ეფარებოდა გასწორებდა ან მოგვიყევი მაინც რა იწერება არაფერი არ იწერება იმაში წარმატებულია უეჭველი მესამე ოფიციალურ ჩემთან გაქრა მარტო და გავარდაო და ეგეთ რაღაცა მესამე თუ მეოთხე. თამაშიდან გავიდა და ეგეთ რაღაცა ოფიციალური? არა, ოფიციალური მესამეა მე როგორც მოხსოვს. თუ აღარ ამერია, კი ბატონო. მოგეთ როგორც ვთქვით, ესე იგი საშუაში ცხოვრობდით. ოფიციალურ შეკითხვას გვარებოს შემდეგში. მეოთხე გაქვთ თუ არა ინფორმაცია რომელიმე დაჯგუფების წევრზე? თამი დასვეს ოპა საბრძოლოდ ბატონობას მატყუებთ, დამაზუსტებელ შეკითხვას დაგისვათ, სახელი გვარი რომ იცავთ დაჯგუფების წევრის, ვინ არის? ცოტნე ბარელიანი. როგორ? ცოტნე ბარელი. ცოტნე ბარელი. ასტაფურცელი დევს მაგიდაზე. ასტაფურცელი მიუწიეთ ახლა რომ დაწეროთ. მეოთხე იყო ბატონო ოფიციალური ისე რომ იცოდეთ მაინც. დიახ, მეოთხე იყო ბატონო დი. ავიღებ კალამს და დავწერო? არა უშავს, დაწერეთ კი ბატონო, თქვენი დაწერეთ. კი ბატონო. ოპა წერს. ეხლა მან და სიცურის დეტექტორის გათამაშებების დაწერა და ეგ მოხდა. და სამთელი ბიურო დაგშალეთ, აბა რომ მიხედოთ. აუწევ ზმა იმას ექვია ვებკამერას ეს. აგენტო ვ რაც ხარ არ ჭირდება ამ ოთახში ამ ნეგაცი. გაბძანდი. წავიდე. აინებეთ. აინებეთ ბატონო. უყურე. გადახედე. ცოტნე ბარელი. დიახ. ანუ ბარელიანი არა, ბარელი. ბარელი, დიახ. კი ბატონო. ეს სამოვატეობს. წაიღე ძმა. გეცოდინებათ ეგეს კი. დოზის გარეშე მე არ მოძრაობ ზმა. დიდი ხანი ფიქრობ თავად ბატონო რევალს. გესმით ჩემი ბატონო. მე მოჭრ რამე მოჭრ მომთ გავუშვა, მას ჯერ არაფერი არ გავუშვა მანახე დისკორდზე და მე რეგეთ. კი. აგენტო G თქვენი არის. ეხა ის შემი? დიახ. მეხუთე ოფიციალურ შეკითხვას დაგისვავ. ერთი წამით აგენტო G ჩავეძიოთ რატო ჩქარობთ ეს იზა. დამაზუსტებელ შეკითხვაზე გავხსნა პასუხი. მეტი ვეღარ ჩავეძიებით, არა ოფიციალურად დავწერეთ ამ ერთი წუთით კაცო, ცოტნე ბარელიო, საიდან ისობს ამ ცოტნე ბარელს, ხო უნდა გავიგოთ. აზე მორჩა უკვე სერვერი ოფიციალურ შეკითხვაში. დაფარა. რა მორჩა ზმა. ბატონო რევას. არ მინდა ისე მოყვა და ეხა ვარკვიო მატყუებს თუ არა. ბატონო რევას, ცოტნე ბარელი აღნიშნული პიროვნება. იცით თუ არა რომ კრიმინალურ დაჯგუფებაშია სახელი კრიმინალურ დაჯგუფებაში? ოფიციალური კითხვა? ოფიციალური ბოლო შეკითხვა არა. არა. და იცის. ატყუებს. აშკარად მატყუებს ბატონო რევას, რომ ითქვა ცოტნე ბარელი, რომელ კრიმინალურ დაჯგუფებაშია სახელი. თამაში ადმინი იცინის მან და თავიდან მკითხეთ თუ შეიძლება ერთხელაც დამაკონკრეტებელი. ცოტნე ბარელი, რომელ კრიმინალურ დაჯგუფებაშია დაჯგუფების სახელი რომ ითქვათ. მარაბუნტა გრანდე. რო დამიწეროთ ეგეც? ილი გაყიდა. შეფი გაყიდა, ბანდა გაყიდა. რაღაცებში არ გაუმოწ. რაღა შეფის სახელს იცახდა ბიჭო. თქვენ რუკასთან როგორ ახართ ამ? პეიდეი დამერიცხო. კარგად. ანუ რუკას აღიქვავთ ხო კარგად? ეგონი არის ჩემი. ეხა იმარი ფიბისთან გონიეს მიასწავლისა და ეს მარაბუნტა გრანდე? კარგი, გასაგებია. მაგას ეგრე გონია. ბოლო არაოფიციალურ შეკითხვას დაგისვავთ. ცოტნე ბარელი, რომელიც იყოფება მარაბუნტა გრანდეში. მარაბუნტა გრანდეს შეკრების ადგილი ხო არიცით, რომ მაგ დაჯგუფების ეგრეთ წოდებული ბაზა? არა, არიცით? ძალიან ცუდია. გამოგვადგებოდა რა და ინფორმაცია და თქვენც რაღაც შეღავათები გექნებოდეთ. ვიცი. ვიცი. შეღავათებში რა შედის? მოსინდივიც კაბელებს საფრთხოდ ვერ დაგეხმარებით. ვიცი! ჩაიცვით ბატონო რევას. გაქრა ჩემ. საუბარი აგენტო G რაღაცას იძახის და შეიძლება მივახციოთ რაღაცა. შეღავათში რა შედის?
შეიძლება გაგათავისუფლოთ, გაჩნია. შეიძლება დავრეკოთ პროკურორთან, შეიძლება გათავისუფლებაზე იყოს, შეიძლება ისე იყოს, რომ საერთოდ შეგიძლიათ 2 წუთი რომ მოცეთ ამ ოთახში რომ დავფიქრდეთ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ამ ოთახში დაფიქრდეთ? ხო. დავადო. ჩემ თავთან თუ შეიძლება. ბროკილები დამატეთ, გინდათ არა პრობლემა. არ უნდა მოგილები აქ და ვიქნები. ჩვენი პრობლემა იყო აქ შემოშვება. ჩემი გადის რამე ახალი? ჩინ დავდგები რამე არ გავა. კაია რა. ის რა მაინტერესებს იცი? რატომ გამომაჯმეინეთ? არ შეიძლება მაგდენ კაცში მიგმო და მაგიტო და კორექტულად ისაუბრე აგენტი. გასაგები, ბოდიშით. ისა ბატონო სონი. ოხ, ეს აგენტი რა. რა მაინტერესებს იცით? ეს თუ თქვენთან ვითანამშრომლებ, ანუ ხელი ოფიციალური საბუთი იქნება რომ გამიშვებთ, ანუ არ მომატყუებთ? ეს პროკურორთან უნდა გავარკვიოთ ხოლმე. პროკურორი არის? არ პროკურორთან და მე ვისაუბროთ, ანუ იმიტომ რომ ვიყო დარწმუნებული რომ არ მომატყუებთ. პროკურორი თუ იქნება ამ ყველაფერში, შემიძლია რომ დათმობაც წამოვიდეთ. კაი, ესეთ შემოთავაზებაზე წამოვიდეთ. აბა? ინფორმაციას კონკრეტულად მარაბუნდა გრანტეზე სრულად მომცემ. ასევე ცოტნე ბარელს, რადგან იცნობდა შენი მეგობარია, როგორმე ჩამაბარებ ან დაურეკავ რაღაცას და ადგილს ეთქვი და შევხვდები და ჩამაბარებ. დიახ. და ყველანაირი ბრალდება მოგესწრება. მაგას უთუ პროკურორს. ცოტნე ბარელთან დავრეკავ, კი არა მივალ და გამოვიწოვ. ანუ ცოტნე ბარელს ესე იგი მომიყვანთ ხელებში ჩამაბარებთ. კი. კარგი. დამელოდეთ. სადღაც ალბათ 5 წუთი დაგვჭირდება. კი ბატონო. ამ ყველაფრის გარკვევას.